მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა სუბიექტური აზრი, ორი წამყვანი ყავს, მე ზაზა ხუციშვილი და ჩვენი გადაცემის უკვე სტუმრად ჩამოვალაბორანტეთ პოლიტიკოსი, ქართული ოცნების პარტია ქართული ოცნების საინიციატივო ჯგუფის წევრი, ქალბატონი, ყოფილი ჟურნალისტი, აწუღე პოლიტიკოსი ელისო ჩაფიძე. გამარჯობა. გამარჯობა შალო. უჩვეულო ამპლუაში ხო არ ახარ, როცა ამას ვიზახებ, რომ რაც თავი მახსოვს და შენ ამბად ჟურნალისტობდი და რაც მეც მახსოვს, ჩემი თავი სულ ჟურნალისტი ვარ და მინდოდა ყოფილიყავი სულ ჟურნალისტი. ჩვენ ხუმრობდით გადაცემის დაწყების წინ და ერთი ანეკდოტივით შემთხვევა გაიხსენ და მოყევი რა, კარგი იქნება რა. ეხა მოყვე ეთერში. კი, მოყევი რა, მოხდა რა. ბატონო მოყვე რადგან ეს. ეხა უარის თქმა აღარ გამოდის. ჩვენი მეგობარი გოგიტა მეცხოვრიშვილის მამის მეგობარი იყო, ვინმე კაპანაძე, სახელი არ მახსოვს. ხო. რომელიც ძალიან ცუდად სწავლობდა. და მასწავლებელმა, რომელიც საკმაოდ მოხუცი იყო, დაუწერა ორიანი. და ამ კაპანაძემ უთხრა, რომ პატივცემულო ორიანსო ნუ მიწერო, თორე იცოდე მინისტრი გამოვალო. და რაღაც რო მინისტრი გამოვალო და რაღაც რო დაგჭირდება კაბინეტში არ შემოგიშვებო. და მოკლედ ეს ხალი გაბრაზდა და ორიანი გამოაყოლა საერთოდ ამ კაპანაძეს და გავიდა ხანი დაახლოებით 30-35 წელი და კაპანაძე გამოვიდა ელექტროშემკეთებელი. მონტიორი და ეგრეთ წოდებული. და თავის სოფელში ხის ბოძზე კენწეროში არის ასული კლანჭებით ფეხებზე რო იკეთებენ და რაღაცას აკეთებს. მოდის კაბატონი ბაბულია რაც ერქვა არ ვიცი ზუსტად. მოხუცებული წელში მოკაკული მოდის ჯოხით. და უცბად რაღაც ხმაური შემოესმა ამ ბოძს ახედა და დაინახა ზეთ კაცი არის ასული. რომელი ხარ მან ჩვილო ახედა და იმას გაუხარდა ეხა თავის მასწავლების დანახვა და უიმე კაბატონო ბაბულია თქვენი მოსწავლე ვარ, კაპანაძე ვარ, თქვენი მოსწავლე არ გახსოვარ და ესე უყურებს და ჯოხი მიარტყა მას. შეიძლება შემევიდე თქვენს კაბინეტში კაპანაძე? ხო და ეხლა მორალი რა არის? ცნობა გქონია ამ ქალბატონს ძალიან მორალი რა არის რომ ეხლა შენ კი იძახი რომ მინისტრი უნდა გამოვიდე და პოლიტიკაში და როდის თქვენ მინისტრი უნდა არა ნუ ეხლა მე შევარცხინე პოლიტიკას კასულის ადამიანი რომელიც არ ძალაუფლებაში მოსვლაზე არ ფიქრობს. ჩვენ მოვალ ხელისუფლებაში. ხო და ხილად იხავი. ბოძარ მომიკაკულო. მოსი. შალვა სამწუხაროდ არც მე არც თქვენ და არც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, რაზეც წინა 2 დღის განმავლობაში ჩვენ მსჯელობდით, არ აქვს საქმე ასე სასაცილოდ, რომ თორემ ძალიან კარგი იქნება ბოძებზე ვაკაკუნოთ. ისე დარჩიაშვილის და გაბაშვილისთვის ბოძზე მიკაკუნებას, ისევ ჩემთვის ბოძზე მოკაკუნება გესწრებს ჩემოშალვა. ასეთი მეტამორფოზა. ეს რა დახვეწილი მართლა დედა მომიკვდეს სამშობლოა ვარ, დახვეწილი პოლიტიკოსის პასუხი იყო გამოსტილი და თან გუშინ არაფერი არ გქრა, ესეც ეს იყო. ხო, არა, ძალიან მაგარი. რა შეეხება მათ შეფასებებს ახლა ვინც ახსენე, ხო? მე ესე შტაბ-ჩდება რჩება, რომ აი სიარო დაიდოს ესეთი. მოდი ცოტა ფანტასტიკის იმაში გადავეჭრათ სფეროში და აი წარმოიდგინე ესეთი სია, მაგალითად მიგითხრათ ახლა უინსტონ ჩერჩილი, რონალდ რეიგანი, კონრად ადენაუერი, ნელსონ მანდელა, ილია ჭავჭავაძე, აი როგორ გააქილიკებენ. არა, ნუ არაფრის მომცემი. ეს არის ისტორია დახავსებული სახეები ისტორიაში. ნელსონ მანდელა მე ნახავ 9 საათიანი მაშინ ნახავ, რომ ციხეში ხალხი ჩაუშვა. ჯერ ნაციხარ. აი მე მომეწონა სასოცისკარიშვილმა 2 კვირის წინ რეზონანსში ასეთი შეფასება გააკეთა, რომ 15 ანგელოზი რომ მოძებნოს ბიძინა ივანიშვილმა მათთან დაკავშირებითაც რამე სიტყვიან, ანუ ხა ამ ადამიანებს ბუნებრივია ხელისუფლების დაკარგვა არ უნდათ. კონკრეტულად შენზე რამე გამოჩხრიკე? სიმართლე რომ გითხრათ, მე არ მომისმენია პირადად და ძალიან აი რეალტივს საგებურება. აი აქ მაქვს მაგალითად ესეთი განცხადება, რომ ეს ადამიანები ან ნინო ბურჯანაძის, ან ზურაბ ნოღაიდელის, ან გოგა ხაინდრავას ყოფილი თანაგუნდელები არიან. ეს სამივე ჩამოთვლილი ადამიანები, სააკაშვილის თანაგუნდელი ხო არ იყო? პირველ რიგში. ხო. თავის დროზე კი. თან ახლა ზურაბ ნოღაიდელი მოქალაქეთა კავშირიდან მინისტრი და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრი და შემდეგ მისი გაცილების სიტყვაც გვახსოვს, ხო? იგივე ნინო ბურჯანაძეს როგორ აცილებდა პოლიტიკიდან ეს ძალიან კარგად მაქვს. ის სამი ადამიანი დაასახელეს. კარგი, მოდი ელისო, ეხლა შენ რა თქმა უნდა ბევრი ლაპარაკი იმას რაც წახვედი პოლიტიკაში. მოდი ეხლა კიდევ ერთხელ რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებლებს წარმატებული ჟურნალისტური კარიერის შემდეგ პირდაპირ შემიძლია კითხრა
რატომ წახვედი? იმიტომ რომ ბეშტურ მედიას შენ დააკლები ახლა ყოველგვარ პირფერობის გარეშე. ეს მადლობა შალვა, ახლა სერიოზული საუბარი დავიწყეთ უკვე და რაღაცა ისეთი თქვი რაც მომეწონა. ისე ხო ცენზურას ხომ არ დავიწყებ, შენ უფლება გაქვს და იმიტომ ხარ კარგი რომ ხარ შალვა რამიშვილი და შეგიძლია უხერხული შეკითხვების დასმა პოლიტიკოსებისთვის. ჩვენ ამას ერთად ვაკეთებდით სულ ცოტა ხნის წინ და მე დარწმუნებული რომ შენ იმედი მაქვს არ შეიცვლებ. ხო, რაც შეეხება იმას თუ რატომ წავედი. ამას ავხსნი და მე ვიტყვი რომ მე მყავს 13 წლის ძალიან კარგი დიშვილი ლუკა ხატიაშვილი, რომელმაც ასეთი რამ მითხრა, ახლა ამერიკა და მეუბნება რომ მე შენ გისურვებ ისეთივე კვალი დაგეტოვებინოს ქართულ პოლიტიკაში 18 წლის განმავლობაში, როგორც ჟურნალისტიკაში დატოვეო და მივხვდი რომ ჩემს ოჯახში ისეთი ხალხი მოდის, ვისაც ჩემზე კარგად შეუძლია ლაპარაკი და ახსნა იმის, რატომ რა უნდა გააკეთო. აი მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავ. მე მართლა ხელისუფლებამ მაიძულა რომ ეს გამეკეთებინა, იმიტომ რომ ლამის არის მთელი წელია გამოსული ვარ ქუჩაში. ხან იმ ბიჭების დაკავების გამო და იცი შენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ ჩვენ ერთად ვიყავით აქციებზე და ფოტოგრაფების დაკავება იყო. რეალურად იცით რა ხდება, ხელისუფლება ჩვენ უკვე თითოეულ ჩვენთაგან შემოგვივარდა ოჯახებში და რედაქციაშიც ფიზიკურად ბუნებრივია გაზეთ რეზონანსის რედაქციაში ისინი არ შემოჭრილან. არც არის საჭირო, მაგრამ როდესაც შენ ხედავ პირველი რომ გაზეთს აქვს სერიოზული ეკონომიკური მარწუხები მის გარშემო თუ შენ ოპოზიციურად ან კრიტიკულად განწყობილი გაზეთი ხარ, ხედავ რომ მის გავრცელებას უშლიან ხელს და იცით თქვენ რომ მთელი ნოემბერი და დეკემბერი ფაქტობრივად მე გავატარე ან ქუჩაში როცა ვაპროტესტებდი ამ ჯიხურების აღებას ან სახლში როცა გაცილებული შემდეგ აქციების შემდეგ ვიწექი, იმიტომ რომ ძალიან ცუდი კლიმატური პირობები იყო. და აი ყველაფერი მამან გადამაწყვეტინა და მთავარი მოტივი მაინც არის ის რომ ბიძინა ივანიშვილს ვენდობი და ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ, ძალიან ეჭვიანი ადამიანი ვარ, დიდხანს ვაკვირდებოდი ამ ადამიანს, აი პირადი შთაბეჭდილება ძალიან მაინტერესებდა რა საკითხთან დაკავშირებით რა სიტყოდა. და ადამიანი რომელიც ესეთი მოდის პოლიტიკაში და ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ რომ მას აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობები და უკეტავენ ამ გზებს რომ რამენაირად არ მოხდეს მისი დახარჯვა და ასე შემდეგ. და პირველივე შეხვედრისას ვუთხარი ესე ვიხუმრე მეცხუმრობით დავიწყე საუბარი რომ აი თქვენ მოდიხართ პოლიტიკაში რაღაც თქვენ სიტყვას ამბობთ, მაგრამ მე მოვდივარ, მაქვს ჩემი სახელი გვარი და ერთოთახიანი ბინა ვაზისუბანში და შემიძლია თუ არა მე შევპირდი ამ ადამიანებს ხო ახლოს კი უი მე გადაღება მქონდა იქ და იქ ნახე ეს სიუჟეტი ნაციონალური მოძრაობის შტაბ-ბინაში რომ გადავიდე. სწორედ ჩემი სახლის წინ არის ეს ნაციონალური მოძრაობის შტაბ-ბინა. ვინ არიან იცნობ ამ ტიპებს, ხო? არა, ცნობით არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი ის ადამიანები, ვინც აქ დადიან და ძალიან აქტიურად ემზადებიან უკვე. ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ უკვე ოქტომბერში გამოიწვია ის, რომ ეს ადამიანები გახდნენ ძალიან კეთილები, უფრო მეც აკეთებენ, რაღაცია ბაზრობებს გვიმართავენ და ასე შემდეგ. ხო და აი ყველაფერი ამის გამო გადავწყვიტე ასეთი ჩემთვის ძალიან მძიმე ნაბიჯის გადადგმა. შეიძლება ნუ ვიღაცამ ამას ძალიან ესე გადაუსვას ხა ჩემ ბავშვობის ოცნება იყო რომ მე ჟურნალისტი ვყოფილიყავი და ხვდები რომ ვერასოდეს ვეღარ დავბრუნდები ამ ფორმით ჟურნალისტიკაში როგორც ვიყავი და აი გუშინ კიდევ სადღაც დაძინებამდე ვფიქრობდი რომ აი ხომ არ დავრეკო და გადავიფიქრო ძალიან არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას დავტოვებდი ბუნებრივია მესმის ეს ყველაფერი კარგად მე მივდივარ ისეთ ბრძოლაში, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ და ეს ჩემთვის კი არის. შენ ძალაუფლებაში მოდიხარ, შენ გსურს რომ ძალაუფლება გქონდეს. მე კი ამ სურს ეს მოხდება. კი ბატონო, შენ გექნება, შენ მიიღებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩემთვის ძალიან უჩვეულოა, რომ შენნაირი ადამიანი, იმიტომ რომ მე ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან ბევრი პრობლემაა ერთად დაგვიწყვეტია, შენ უამრავი პრობლემა გქონია, რომ ჩემს გარეშე გადაწყვიტე. ჩვენ გვახსოვს კარგად კახათ არგამაძის მინისტრობის დროს როგორ ებრძოდი პოლიციას და ყოველთვის ვიმარჯვებდი შალვა ესეც არ დაგავიწყდეს. ახლა შენ უკვე მოგიწევს როგორ გითხრათ ნახევარციმართლეების ან პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი მე ამაზე ვიფიქრე და ამას არ გავაკეთებ. მე შეიძლება დაუშვა შეცდომები, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, რომ არაგულწრფელი იყო ამ პოლიტიკურ ინტრიგებში ჩავება. რომ შეიძლება იყოს პოლიტიკაში ადამიანი, რომელიც ხანდახან შეიძლება პოლიტიკაში ყოფნა
ძალიან ფართომცნება არის, მოდი აქედან დავიწყოთ, ხო? პოლიტიკაში შეიძლება იყოს ადამიანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, შეიძლება იყოს პარლამენტში, შეიძლება იყოს კიდევ სხვა გადაწყვეტილებების მიღებაში. ამიტომ გააჩნია საუბარი, რა თქმა უნდა. ხო და გააჩნია სად იქნება, როგორ იქნება და რატომაც არა. სწორედ ეგ არის ჩვენი იმედი და მაგის მიმართულებით ვცდილობთ რომ წავიდეთ. ჩემი აი პირდაპირ გითხრათ, ჩემი ასე ვთქვათ, მოლოდინი არის ის, რომ სწორედ ის მიხარია მე რომ ძირითად პრინციპებში, რაც განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, ხო, სხვაობა არ არის. ეს მიხარია მე. სხვაობა არის იმაში, რომ ვფიქრობ, რომ ეს კაცი გააკეთებს ისინი, რასაც არ აკეთებენ. თორე ის ძირითადი პრიორიტეტები ხო ემთხვევა ერთმანეთს და იმიტომ აქილიკებდნენ, რომ აი ახალი არაფერი არ თქვა. მე ეს მომეწონა, რომ ახალი არაფერი არ თქვა. რაც შეეხება ჩვენს ინტეგრაციას. ჩვენი ხელისუფლება მას დეკლარირებული აქვს ხელისუფლებას, რომ მას უნდა ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია, მაგრამ ყველა არა პირიქით ყველაფერს აკეთებს საწინააღმდეგოდ. სწორედ ამას გულისხმობ. ეს ამ ადამიანს ეს ადამიანი გააკეთებს ამისკენ ნაბიჯებს. იმიტომ რომ აი მე ესე ვფიქრობ, რომ ამ სასამართლოთი, ამ მასმედიით, ამ კიდევ რა ვიცი, ყველაფერზე რაზეც საუბრობ. თუნდაც korupcijas ელიტარული korupcijas მასშტაბებით და სიღარიბის დონით. სიღარიბის დონით. რატო ხარ ელიცო დარწმუნებული რომ მოხვალ ხელისუფლებაში? დარწმუნებული რატო ხარ? დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჯერ ერთ-ერთი მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველა სიტუაციაში იმარჯვებს. სასამართლო პროცესები მომიგია და ყველგან სადაც კი რაიმე აქცია ყოფილა თუ ასე შემდეგ, ჩვენ მიგვიღწევია კონკრეტული შედეგებისათვის და სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული და რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის აქ უმნიშვნელოვანესი, გუშინ გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც უბრალოდ ისეთი რეიტინგი, როგორც მას აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით, არ აქვს არც ერთ პოლიტიკოს. ვინ ჩაატარა? ეს კვლევა იყო ჩაატარებული ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს დააკვლევით ჩაატარა სოციოლოგიური დაკვეთით სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტმა. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მოგეხსენებათ, არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაცია, ის არ ამჟღავნებს თავის სიმპათიებს არც ბურჯანაძის მიმართ, არც სხვა პოლიტიკური ძალის მიმართ, არც სააკაშვილის მიმართ. შესაბამისად, მე მაქვს სრული უფლება, რომ მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური და ფინანსებული კვლევის შედეგებს ვენდო. და რამდენი აქვს რა რეიტინგი? 22% უფრო მეტიც კი, მაშინ როდესაც სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი თუ გიგი უგულავა 5%-ს ვერანაირად ვერ აცდიან. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, 50%-მა არ მიიღო. დიახ, აი წაიკითხეთ ეს ახალი ამბავი ჩვენს გადაცემაში. 50%-ს ეშინია. 4%-ს 22.5 ქონდა ბიძინა ივანიშვილს, 5%-ის პარაგლებში გიგი უგულავას და სააკაშვილს და 2%-ის პარაგლებში ალასანია. შეიძლება გავთამამდეთ და ვივარაუდოთ, რომ იმ 50%-ში გაცილებით დიდია ხვედრითი წილი იმ ადამიანებისა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უნდათ ხელისუფლებაში, რადგან თუ მათ ამის თქმის ეშინიათ, სავარაუდოდ სწორედ ამიტომ. ამას გავაკეთებ. კი ბატონო და მეორე კიდე ხო, ჯერ პრინციპში აქამდე მუშაობდა მისი ავტორიტეტი, მისი ასე ვთქვათ, ის გუნდი, რომელიც შემოიკრიბა, ჯერ პრაქტიკულად პროგრამა მისი ხედვების, რომელიც მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება საკმაოდ დახვეწილი და ყველასთვის მისაღები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პოლიტიკის მიმართულებით, როგორც საგარეო ისე საშინაო. აი ამის შემდეგ სავარაუდოდ კიდევ უფრო წესით უნდა მე მას დავუსვი შეკითხვები. როგორ ხედავს ბიზნესის განვითარებას, დემოკრატიას, სოფლის მეურნეობას, მედიის მდგომარეობას, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, განათლების საკითხებს, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მე ვფიქრობ და ბევრ ადამიანს არ აქვს თავისი შვილებისათვის ღირსეული განათლების და ჯანდაცვის, ელემენტარულად კვების საშუალება დღევანდელ პირობებში. და მე მივხვდი ერთ რამეს, რომ მე მაქვს კეთილი სურვილები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა იცის ეს როგორ უნდა გააკეთოს, გესმით და პირველად შევხვდი რეალურად ადამიანს, რომლის უკან დგომა ძალიან მესიამოვნება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ იქიდან გამომდინარე, დიდი გამოცდილება აქვს და 20 წლით ჩემზე უფროსია და ასე შემდეგ, მან ზუსტად იცის რა როგორ უნდა გააკეთოს. ეს ბრმანდობა ნამდვილად არ ყოფილა, ძალიან ეჭვიანი თვალით ვუყურებდი და შენ თქვი რომ მედია საკითხების კურირებას დავაპირებო. მედია საკითხების ჩემი სურვილია დავიცვა ჟურნალისტების უფლებები, რომ ხვალ და ზეგ ჟურნალისტებს აღარ მოუწიოთ ჩემსავით მძიმე არჩევანის გაკეთება. დაუშვათ, არ ვიცი, ისეთი ტელეკომპანიის ჟურნალისტების უფლებები, რომლებიც მოდიან პრესკონფერენციაზე და swamენ სრულიად, როგორ გითხრა, არც ნიჭიერ პროვოკაციაც არ არის.
შალვა ამ ადამიანებს ჭირდებათ რა რომ მათ ფინანსების შემოსავლები უნდა იყოს გამჭვირვალე, მათი სარედაქციო პოლიტიკა და მათი ხელმძღვანელი უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისათვის. ამ ადამიანებს ჭირდებათ და ძალიან სჭირდებათ შრომითი კონტრაქტები და შრომითი კოდექსის შეცვლა, რომელიც არის აბალური აბსოლუტურად ყველა დასაქმებული ადამიანისთვის. ისინი ამას სიამოვნებით არ აკეთებენ დამერწმუნეთ და რაც დრო დარწმუნებული ხარ მაგაში რომ აი დაუშვათ რუსთავი ორის იმედის რეალ TV ჟურნალისტები ამას რომ აკეთებენ მერე მორალურ ტანჯვაში არიან. არის ადამიანების ნაწილი, რომელსაც შინაგანად ჯერა რომ ის კარგ საქმეს ემსახურება. და ებრძვის რუსეთს. ებრძვის რუსეთს და ღმერთმა ხელი მოუმართოთ ამ ადამიანებს ისევე აქვთ არსებობის და თავისი აზრის გამოხატვის უფლება, როგორც მე და თქვენ, როგორ ადამიანი ასე ფიქრობს და მან თავისი აზრი უნდა გამოხატოს, ეს არის ძალიან ბუნებრივი და ნორმალური. მაგრამ ის ადამიანები, რომელთაც უნდათ რომ უბრალოდ ახალი ამბები აკეთონ და თავი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიყენონ, როგორც ეს მოხდა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე, როდესაც ძალიან ცუდად გამოჩნდა რეალურად ქართული ჟურნალისტიკის სახე, მათ უნდა მიეცეთ თავისუფლად მუშაობის საშუალება. ამას ჭირდება კანონმდებლობის მოწესრიგება და შემდეგ მისი იმპლემენტაცია ცხოვრებაში. არა, იცის. თუმცა კანონმდებლობაში ჩვენ კანონპროექტებიც მომზადებული გვაქვს უკვე, ოღონდ მე ბიძინა ივანიშვილთან ერთად არ დამიწყე ამ კანონებზე მუშაობა. მუშაობდით მე თქვენს ეთერშიც მithქვამს არაერთხელ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ბოლო 8 თვის განმავლობაში ბატონები ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე, სანდრო ბარამიძე, თამარ ხიდაშელი, მე და ზვიად ქორიძე ჩვენ მზად გვაქვს კანონპროექტები როგორ უნდა განხორციელდეს დიახ როგორ უნდა განხორციელდეს თანაბარი საარჩევნო გარემო შექმნა, როგორ უნდა წარიმართოს დებატები, რომ საზოგადოება მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს იმის შესახებ, რომელ პოლიტიკურ ძალას რა პლატფორმა აქვს. არჩევნების სამართლიანობის გატარებისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნახოთ, დაინტერესდება ბიძინა ივანიშვილი ამ კანონებით. ეხლა ეს დაინტერესდება ჩვენ თანამოაზრეები ვართ ამ შემთხვევაში. თქვენ ხართ ალიანსის წევრი, ალიანსის არა, კოალიციის წევრი, სადაც არის გამოსტილი სამი პარტია. დიახ. ორი განსაკუთრებით გამოსტილი. ერთი ხომ საერთოდ 30 წლის ისტორია აქვს რა. თქვენ ხართ ახლად შექმნილი პოლიტიკური გუნდი. თუმცა რომელსაც ყავს უდაო ლიდერი ამ კოალიციის, უდაო ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. როგორ ფიქრობ, როდესაც ჯერი მიდგება პოლიტიკური კურსის შემუშავებაზე, არჩევანზე, იქ რაღაც ნიუანსებზე, რომელსაც საჯაროდ არ იტყვით. თქვენ უფრო არ გაგიჭირდებათ ვიდრე სხვა პარტიებს, იმიტომ რომ გამოცდილება პოლიტიკური ბრძოლისა არ აქვს. მიხვდი რას გეკითხები? ხო არ დაგჩაგრავენ რესპუბლიკელები, ალასანიანი ვერანაირად ვერ შევატყვე, რამდენიმე დღეა უკვე მე მათთან აქტიური ურთიერთობა მაქვს და დაჩაგრულის არაფერი არ მეტყობა. მოდი მე შეგეშველებით ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან გავცელდა სწორედ ალასანიას განცხადება. ეხლა ვერს აღარ მოვძებნი, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ძირითადი საკითხი აი ქართულ ოცნებაში სახელმწიფო მოწყობის საკითხის გარდა სხვა თემებზე არცთა სხვადასხვაობა არ არსებობს. ეს რას ნიშნავს? ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც ის ფიქრობს, რომ ეს უნდა შეიმუშაოს და გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა რეფერენდუმის სახით, როგორი სახელმწიფო მოწყობა ექნება საქართველოს. ამაზე ილაპარაკებს. სხვა საკითხებზე, როგორც ჩანს, ძირითადი ну, ეხლა დღეს ჩამოყალიბდა ადამიანი და ეხლა მაგაზე ჯერ არის ჩვენ ვართ საინიციატივო ჯგუფის წევრები. ჯერ პარტია შექმნილი არ არის. პარტია ჩვენ უნდა მოვამზადოთ დამფუძნებელი ყრილობა, რომელიც გაიმართება მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში, იმიტომ რომ მიცით რომ ძალიან ბევრი ესეთი მოქალაქეობის საკითხი გადასაწყვეტილი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადრე თუ გვიან ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაიბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას და ეროვნების და მოქალაქეობის ჩამორთმევა. შეიძლება სააკაშვილმა მოიფიქროს და ხვალ მეც შემომართოს საქართველოს მოქალაქეობა, არც ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს ხომ უგუნური ნაბიჯი იქნება და ეს ხომ ისევ ჩვენი პოლიტიკური ძალის წისქვილზე დაასხამს წყალს. ალბათ, იმიტომ რომ რა თვითონ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ოპტიმისტურად არის, თუ არ ვცდები გუშინ გავიდა ვადა 200 ლარი არის გადახდილი დაჩქარებით წესით საბუთის პასუხის და დაარღვია საჯარო რეესტრმა ეს გუშინ საღამოს 6 საათზე და პასუხი არ არის.
რა შეკითხვა უბრალოდ მოქალაქეების საკითხი. მოქალაქეობის დაბრუნება სააკაშვილს მოუწევს ივანიშვილისთვის და თუ ის ამას არ გააკეთებს ნებაყოფილობით არსებობს ძალიან ბევრი სამართლებრივი მექანიზმი, საერთაშორისო ორგანიზაციები, სტრასბურგის სასამართლო და ასე შემდეგ, რომელთაც შეუძლიათ ამ საკითხის გადაჭრა. წლების მანძილზე შენ საპროტესტო აქციებს პოლიტიკურ წვავებ ბრძოლას აშუქებდი, მონაწილე იყავი, ოღონდ აღნუსხავდი და აღწერდი და ვიცი შენ დამოკიდებული ცდილობი ყოფილიყავი მიუკერძოებელი. ახლა შენ კონკრეტულად ჩაერთო ამ ბრძოლაში. როცა მივხვდი რომ აღარ ვიყავ მიუკერძოებელი, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ხო შეიძლება მე პირველი პრესკონფერენცია რო იყო კითხე და ბიძინაზე ისე თქვი, რომ მივხვდი რომ შენ სიმპათიები მქონდა. იცვლი ამ მანტიას იძრობ მოკლედ რა რაღაც. მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. მოხდა ყველაზე ცუდი და 30% ან 20% გააყალბა. და მაგაზე თუ ვკითხე, ამის შემდეგ თუ ვკითხე ბიძინა ივანიშვილს, ის ამბობს, რომ რა თქმა უნდა ხმებს დავიცავთ. აი ამ სიტუაციაზე ელაპარაკე ჰიპოთეტიურზე. ან თუ შენ გაქვს შენი მოსაზრება რა უნდა მოხდეს? ის ფიქრობს, რომ დაუშვათ 5%-ის ფარგლებში გაყალბება კი არის შესაძლებელი. და ეს არ უნებს მნიშვნელოვნად. მაგრამ ჩვენი ამოცანა ეხლა უნდა იყოს პარტიის სტრუქტურების მშენებლობა ისეთი ფორმით, რომ გვერდში დავიყენოთ ძალიან ბევრი სანდო ადამიანი, რომლებიც ყველა საარჩევნო უბანზე გააკონტროლებენ სიტუაციას. მე რწმუნეთ, რომ სამწუხაროდ დღემდე ასეთი ტიპის კოორდინაცია ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომ ყველა საარჩევნო უბანზე აღნუსხულიყო და დაცული ყოფილიყო ოპოზიციის ხმები სამწუხაროდ არ იყო და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებლის მოწვევა ამ არჩევნებზე, ისე რომ არც ერთი საარჩევნო უბანი არ დარჩეს დამკვირვებლების გარეშე და მე პირადად მაქვს იდეა, რომ მოვიწვიო ჩემი ნაცნობი ჟურნალისტები მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან თუ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროგრამის ქვეყნებიდან, რომლებიც უშუალოდ დააკვირდებიან საქართველოში არჩევნებს და მიაწოდებენ თავიანთ მაყურებელს და მკითხველს ამის შესახებ ინფორმაციას. ჩემი აზრით ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მადლობა ელისო ჩაფიძე, ქართული ოცნების საინიციატივო ჯგუფის წევრი, იყო ჩვენი განაცემის თანაწამყვანი. ხვალაც იქნება და ზეგას და შემდეგ თიანისი არ გავაცანით ეს მერელს და ალბათ მეორე ბლოკში, თუმცა მეორე ბლოკში ჩვენ ყავს ზვიად ძიძიგური, რომელსაც ზუსტად აი ამ თემებზე ველაპარაკებით, საარჩევნო ხმების დაცვაზე, არჩევნების დაკვირვებაზე და მისთანო თემებზე. დიდი მადლობა ელისო, ჩვენ წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ ეთერში ვართ, ზვიად ძიძიგური, ბატონი ზვიად ძიძიგური მოვიდა, მოგესალმები ზვიად, როგორ ახლა? გამარჯობათ, მოგესალმებით. გააკეთე მოკლე კომენტარი. კარგად ვარ და უკეთესად მინდა რომ ვიყო. გააკეთე მოკლე კომენტარი აი ამ საინიციატივო ჯგუფის შეკრებაზე. ძალიან სერიოზული ხალხია. მე პირადად ვარ კმაყოფილი, ახალ სახეებს ითხოვდა საზოგადოების დიდი ნაწილი და ეს ახალი სახეები პოლიტიკაში არის. ეხლა კოკა გაბაშვილს თუ მოусვენთ, გაცვეთილი სახეებია თურმე ესენი და ასე იგი თურმე ყოფილა ნინო ბურჯანაძის, ნოღაიდელის და ასე შემდეგ მეგობრები. თავად ვიღება თავად. იყო 6 წლის განმავლობაში პარლამენტის სპიკერი, სადაც კოკა გაბაშვილი თვითონ იყო ჩართული საქმეში და ასევე ზურაბ ნოღაიდელი იყო მაგათი ფინანსთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და რა ვიცი, მთავარი პერსონა იყო მაგათ ფინანსური თუ ეკონომიკური პოლიტიკის მამა იყო ეხლა და საერთოდ ჟვანიას თანაგუნდელიც იყო მე მგონი და ეს კოკა გაბაშვილიც ჟვანიამ გამოიყვანა საერთოდ პოლიტიკაში. ამიტომ ეხლა რაც უფრო გესლიანი იქნება კომენტარები სახელისუფლებო პერსონების მხრიდან, ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორი, ასე იგი, გუნდი შეარჩია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნახავთ ამის შედეგს ყველანი ძალიან მალე და მოკლე ხანში, ვინაიდან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ასეთ სახების წამოწევას და გამოყვანას პოლიტიკაში. ერთი რამ მინდა გითხოთ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ აი ეს დარტყმები, რომლებსაც ისინი ახორციელებენ საკმაოდ გაუაზრებელია, იმიტომ რომ თვითონ არიან ძალიან სუსტ პოზიციაში ამ მიმართულებით. საერთოდ. საით მიმყავს ეს შეკითხვა, ხო, არა, ნუ აქცენტი იყო ოჯახურის და ბერძენიშვილები ახსენეს და ირაკლი ალასანიას და გალბატონი ფანჯეკიძის ის ნაციონალურ მოძრაობას რო გადახედო, იმდენ ძმებს ნახავ. იმდენ ცოლქმარს ნახავ, იმდენ იმას გაბაშვილები. ეხლა აი ამ ჯგუფზე რა უნდა იმას ნინელი ჭანკვეტაძე მსახიობს. მსახიობი წავთ, სპორტსმენი წავთ. და საერთოდ მე თუ მკითხავ მინისტრთა კაბინეტს რო გადახედო, დაახლოებით ნახევარის კვალიფიკაცია, იქ ძალიან სერიოზული შეკითხვის
უსუსტესია მათი არგუმენტები და რასაც ისინი ამბობენ, ელემენტარულად არაფერში არ წერია, უბრალოდ რაღაცა ხომ უნდა თქვან და ხომ უნდა დაიწუნოს. სხვათა შორის თუ შეამჩნიეთ ცოტა მოუკლეს ივანიშვილის გუნდის რუსეთთან კავშირზე ლაპარაკს. საერთოდ დაანებეს თავს. საერთოდ დაანებეს ხო? მე თხილად დავუნის, იმიტომ რომ ყველაფერს არ უყურებ. საერთოდ დაანებეს, მე გაზპრომი მაგალითად გაბაშვილის ციკლაურის ბაგეთაგან არ გამიგონდა. და რატო რა ხდება? ერთი სურვილი მაქვს რომ გააგრძელონ ამ იმას. რატო რა ხდება? იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ეს იმიტომ რომ შალვა არის ძალიან სერიოზული საერთაშორისო გარღვევა. მე მინდა გითხრათ და უთხრა ტელემაყურებელს რომ არ მახსოვს არც ერთი ოპოზიციური ძლიერი ალტერნატიული ძალა, რომელსაც ქონოდეს ასეთი გარღვევა საერთაშორისო ასპარეზზე. ზვიად გამსახურდიას დროსაც კი, როცა ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი პოლიტიკური პირები იყვნენ, მაგალითად ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას განთავისუფლებაში და ამათ რეაბილიტაციაში ჩართულები. მაშინაც კი, როდესაც კომუნისტური ხელისუფლება იცვლებოდა და ნაციონალურ მოძრაობებს, ეროვნულ მოძრაობებს ყველა ქვეყანაში ძალიან აქტიურად უჭერდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, მაშინაც კი არ ყოფილა ასეთი დიდი და სერიოზული დაინტერესება. არ ყოფილა მიშა სააკაშვილი, როცა იყო ოპოზიციაში, მაშინაც კი არადა ჩვენ ლამის მითოლოგიზებურად გვაწოდებდნენ, რომ აი ასეთი ხარდაჭერა, რომ ამერიკა მოიყვანა, დასვა და არ იყო ეს ასეთი ამბავი. რითი გზნობ? არგუმენტი არის მარტო ერთი რო გითხრა გეყოფა რა. Washington Post-ის სარედაქციო წერილი, სადაც რომელიც არის შინაარსით რას ნიშნავს, იცით, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ფაქტიურად რაღაცა დასკვნა, რომელიც არის დადებული ამერიკის პოლიტიკური ელიტის მხრიდან და თორეცა სარედაქციოა და სარედაქციო წერილში წერია, რომ სააკაშვილმა ობამასთან საუბრის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს ის აპირებს ჯორჯ ვაშინგტონობას საქართველოსთვის, რომელმაც მესამე ვადაზე თავისი ნებით თქვა უარი, იმიტომ რომ ის დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა თუ არჩევს პუტინობას, რომელიც შემდეგ პრემიერად წავიდა და შემდეგ ახლა ისო პრეზიდენტობას აპირებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას გარდა არის დაწყებული ძალიან სერიოზულად, ეხლა მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ, რას აკეთებენ ჩემი კოლეგები, პარტნიორები კოალიციაში, ქართული ოცნების და როგორი მუშაობა ინტენსიური მიდის გარეთ. საოცარი მუშაობები მიდის და მუდმივი კონტაქტებია ჩამოსვლა, მისვლა, წასვლა, ინფორმირება, მიწოდება, ნებისმიერ გარკვეულს წარმომადგენლის ამბავი ავიღოთ შენ. მაინა კი არის. ხო, ეს აფროამერიკელი კაცი საკმაოდ კრიტიკული წაიკითხე და თან არა და თან მთავარია უბრალოდ 2008 წლის არჩევნებში რამდენად იყო ეს 2008 წლის არჩევნებში საერთოდ არ ქონდა ოპოზიციას არავითარი გარე მხარდაჭერა. არ ქონდა 2007-8 წლების არჩევნებში. პირიქით იყო, მათ სერიოზულად უნდათ მიხეილ სააკაშვილი დარჩენილი იყო, იმიტომ რომ მაშინდელი ოპოზიცია ხელისუფლებამ გაასაღა და მიყიდა მთლიანად, ესე იგი, როგორც რუსული ძალა. ეხლა უკვე დამთავრდა ამ თემაზე საუბარი და სწორედ ამას საუბრობდი მე, როცა შენ ამბობდი, რომ რატო დამთავრდა პრორუსულობაზე საუბარი. ეს არის საერთაშორისო გარღვევის შედეგი. ყველა მიცის, დედამიწის ზურგზე, ვერავის ვერ მოატყუებს, რომ ეს ძალა, რომელიც არის ჩამოყალიბებული ბიძინა ივანიშვილის გარშემო, ეს არის პროდასავლური ძალა და არავითარი პრორუსულობის იარლიყის მიკერება ამაზე არ შეიძლება. ამიტომ შეწყდა იმათი მხრიდან პროპაგანდა, თორე მათ ეს არჩეული ქონდათ, რომ მტრის ხატი უნდა ყოფილიყო მტრის ხატი ეს კოალიცია და ამითი მათ კიდევ უნდა მოეხერხებინათ. ხათაშორის სააკაშვილმაც უკლო რუსეთზე აქცენტირებას ოპოზიციის და ეხლა იძახის რომ ეს არის ბნელეთის მოციქულები და მუმიები და ასე შემდეგ, რომლებსაც გროტესკში და იმას აბსტრაქციაში, ხო, უფრო სხვა მიმართულებით მიდის. ანუ კონკრეტული ბრალდება ივანიშვილზე არ გთქვამს მიშას ჯერ, არა, საერთოდ არა აქვს კონკრეტული არავითარი ბრალდება ამ ძალის მიმართ არ არსებობს, ეს არის რაღაცა ზოგადი ფრაზეოლოგია, ლირიკა არის, არაფერი არ არსებობს კონკრეტული, აცხადებენ ახლა ფინანსურ საკითხებზე, აქვეყნებენ დილიდან საღამომდე, აქაც გაჭედილები არიან, იმიტომ რომ ის უცხოელები, რომლებიც მუშაობენ პარტიების დაფინანსების საკითხებზე, რომლებიც მუშაობენ დემოკრატიის პრინციპებზე, საარჩევნო კოდექსებზე, ყველა ორგანიზაცია დაწყებული ვენეციის კომისიიდან, დამთავრებული ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული ორგანიზაციებით, ყველანი არიან, ესე იგი ძალიან აქტიურად ამ საქმეში ჩართულები და ესე იოლად არ არის საქმე, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც ამათ მიიღეს, დარჩება ასე. მიშას აქ ერთი გზაა დარჩენილი, რომ შემოუტრიალდეს ამერიკელებს და უთხრას, რომ მომწყდით თავიდან, მე ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელმძღვანელი და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. აი ეს აქ მარტო ერთი დარჩენილი და ამ ზღვარზე დგას, რომ იცოდეთ, მიხეილ სააკაშვილი. არის ამ ზღვარზე. მე მახსოვს მიხეილ სააკაშვილი ერთი პერიოდი ამერიკის შეერთებული შტატების მძაფრი კრიტიკით გამოირჩეოდა თუ სხვა სიტყვას არ ვიხმარ,
მაშინ როდესაც განიხილებოდა შევარდნაძის შემცვლელების ვარიანტები და ამ შემცვლელების ჩამონათვალში არ იყო თვითონ მიხეილ სააკაშვილი. მაშინ ის ამბობდა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, რასაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს ისაა მთავარი და არ მაინტერესებს ამერიკელების აზრი. მე ეს მახსოვს ძალიან კარგად, ეს იყო 2001 წელი, 2002-ის მიჯნა ადგილობრივი არჩევნები ჯერ ჩატარებული არ იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მას ამის გაკეთება არ ვიცი დღეს შეუძლია თუ არა. მაშინ ყოველ შემთხვევაში გაცილებით უფრო თავისუფალი იყო გამყოფი, როდის გამოჩნდა. ახლა ყველას კარგად გვახსოვს, რომ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც ედუარდ შევარდნაძე იყრიდა კენჭს, ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ეს იყო მისი საარჩევნო შტაბი, ხო, პრაქტიკულად. კი. ხო, და აი მე ეს ზუსტად ეს პერიოდი არის. უცბად მოხდა მათ შორის ამის შემდეგ, ესე იგი, მოხდა განხეთქილება მეფის კარზე, მეფე ედუარდის კარზე, დაიწყო ბულდოგების ბრძოლა ნოხქვეშ, ერთი მხარე იყო მამალაძე, საჯაია, იქეთ რა ვიცი სასტავები და აქეთ იყვნენ ეს გაწოდებული ახალგაზრდა რეფორმატორები. მაშინ დაიწყო საფუძვლის ჩაყრა, შემდეგ და ვინაიდან შევარდნაძემ გააკეთა აქცენტი მეორე ნაწილზე, სწორედ და არა აქეთა ნაწილზე ამის შემდეგ ესენი ღიად წავიდნენ უკვე ოპოზიციაში ასე მოხდა. მოდი ვილაპარაკოთ აწყვოზე და მომავალზე. შენ ძალიან საინტერესო რაღაცები მოყევი იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება ხმების დაცვა საარჩევნო პროცესის დროს და დაკვირვება საერთოდ. კი, გეტყვი. და რაც გეგმა გქონდა კონკრეტული. ეხლა ხომ არ წაიწიეთ ამას. წინ წაიწია, მე უნდა გითხრათ რომ კოალიციაში ხელმძღვანელობს საორგანიზაციო სამსახურს, ვარ ესე იგი დაკავებული იმ საქმეებით, რაც არჩევნებს ეხება. არის საარჩევნო სამსახური ცალკე ჩამოყალიბებული, არის კიდევ PR სამსახური, არის სხვა სამსახურებიც, რომელიც არის საორგანიზაციო სამსახურს ხელმძღვანელობ ამ წუთის მდგომარეობით და ვარ ჩართული მუდმივად. არჩევნების გაყალბებისა და დაცვის ერთადერთი, საარჩევნო პროგრამებზე, საარჩევნო თემებზე, საარჩევნო ასე ვთქვათ აქტიურობებზე ეს არის, რაზედაც მუშაობ. რას აპირებთ კონკრეტულად? გეტყვი, არჩევნების გაყალბებისაგან დაცვის ერთადერთი საშუალება არის, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების დაცვის საქმეში. ჩვენ გვაქვს გეგმა ასეთი, რომ 60,000 კაცი იქნება დაახლოებით, ვინც იქნება ჩართული პირდაპირ სტრუქტურებში, საარჩევნო სტრუქტურებში, იქნება 100,000 კაცი მთლიანად, ვინც იქნება ჩვენი ძალა მობილიზებული მოხალისეების, ახალგაზრდული ორგანიზაციებით და ასე შემდეგ ჩართულ და თითო უბანზე ჩვენ გვეყოლება 25-30 აქტივისტი, რომელიც დაიცავს არჩევნებს გაყალბებისაგან. გარწმუნებ, რომ არჩევნები მე უბრალოდ აზრს დავამთავრებ, არჩევნებს ვერ გააყალბებს ხელისუფლება მაშინაც კი თუნდაც 5 ან 7 ასეთი კაცი თუ ყავს უბანზე. 25 და 30 კაცის შემთხვევაში ეს გამორიცხული ამბავია. კანონიერად არიან ესე შიგნით კი არ არიან უბანში, ზოგი გარეთ არის, ზოგს თავისი. ანუ ყველა იქნება ლეგიტიმურად კანონი. ყველა ეს არის ფუნქციით, თავისი ფუნქციით საარჩევნო უბანზე. ხშირად მე კამათი გავიგონე, რომ ამდენი ხალხის მობილიზება როგორ შეუძლიათ და ამდენი ადამიანის შიგნით უბანში შეყვანა არ შეიძლება. არა, შიგნით უბანში არ შეიძლება ამის შეყვანა ამდენი ადამიანის, მაგრამ არის გარეთ უბანზე საქმეები, რომლითაც ეხა ის ქალბატონები რო დგანან და იქ აბა ეს მოვიდა, ის არ მოვიდა და მე ორგანიზებას რო უკეთებენ, რომ არც ერთი თავიანთი მხარდამჭერი არ დარჩეთ ისე რომ არ მივიდა და ხმა არ მიცა, ამას ჩვენ გავაკეთებთ აუცილებლად, რომ არც ერთი ჩვენი მხარდამჭერი არ დარჩეს და მხარდამჭერების აღრიცხვას, მათ რეგისტრაციას, კარდაკარ სიარულს, პროგრამას არ გძალავს, არაფერს არ გძალავს ამას. ამიტომ რასაც არ გძალავს, ყველაფერს გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა. აი ერთი რამე დაგკითხოთ, ალბათ აინტერესებს ჩვენს მაყურებელსაც, რომ ცხადია ეხლა რომ ადამიანი შენ ვერ ეტყვი, მოდი ეხლა შენ წადი, შენ თვითონ ჩაისხი ბენზინი, ჭამე საჭმელი და 3 დღე იქიდე ხო. აი ამ დამკვირვებლების დაფინანსების საკითხს ხო არ ემუქრება რამე კანონების გამახსენებული. მოდი ორ ნაწილად დავყოთ რა, ზაზა, ამაზე შევთანხმდეთ. ძალიან ბევრი ამოხალიცა ჯერ ერთი. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ფინანსურ შეზღუდვებში, რომელსაც ხელისუფლება ჩვენ ყოველდღიურად გვიწესებს და რაღაცა მოხალისეები მიიღებენ ძალიან დიდ მონაწილეობას და ალბათ ამასაც ყველანი ვიხილავთ ჩვენ, რომ მთელი საქართველო ეხლა ხო მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა ერთხელ ქართულ ბანკს როცა შეუქმნეს პრობლემები, მილიარდერი ბიზნა ივანიშვილი კი არ ურიგებდა ხალხს ფულს, არამედ ხალხი, რომელსაც შიბეში თავის გამოსაკვები ფული არ აქვს, მიდიოდა და პირიქით ეხმარებოდა ბანკს და 25 თუ 30,000 კაცია, ვინც ანაბარი გახსნა იმის შემდეგ ბიზნა ივანიშვილის ბანკში. ანუ ის საკითხი რომ ეხლა
ამ ფინანსებთან დაკავშირებით ხელისუფლება შექმნის პრობლემებს ჩვენ არ გვაღელვებს, იმიტომ არსებობს პოლიტიკური მხარდაჭერა და ამ პოლიტიკური მხარდაჭერის რეალიზება ამით მოხდება, რომ ადამიანები, რომლებიც არიან მოხალისეები და რომლებიც ამოდიან ათობით, ასობით, გვეუბნებიან თავაზობრივ. თუმცა ინფრასტრუქტურის კანონს გვაინტერესებს დღევანდელი კანონი ამას თუ გძალავს, აი მიღებული ეს გადის თუ არა იმ კატეგორიაში ეს. არა, დღევანდელი კანონი გძალავს, რომ რაღაცა რაოდენობა არის თანხის, რომლის ზემოთ ვერ დახარჯავ. ხო და სწორედ ამაზეა. ხო და ამ რაოდენობა კი, უნდა, რა თქმა უნდა, კვება უნდა. კვებაც უნდა და ყველაფერი და რა თქმა უნდა, ჩვენ ზუსტად კანონის ფარგლებში გავითვალისწინებთ ყველაფერს და ინფრასტრუქტურა გამოკვებილიც იქნება, ბენზინიც იქნება, მონოც იქნება, ყველაფერი იქნება საიმუსოდ, რომ იმუშაოს და ამას გარდა იქნებიან ბენზინის მაგნატია, ბენზინის მაგნატი ვარ, ტონობით. მილიონი ლარის ბენზინი ვიყიდე და გამოდგება არჩევნებში ეს რა თქმა უნდა არის ასევე საჭირო და ყველაფერი რაც ესე იგი ამათ დაჩქარებით გაგვაკეთებინეს ეს ნაბიჯი, მაგრამ ყველაფერი ისეთ შევიძინეთ რაღაც ჩვენ საარჩევნო გამოსვლები გვაქვს და ვიცოდით რაც იყო. ტალონების სახით ალბათ. რა თქმა უნდა. აი ერთ რაღაცას აღნიშნა. მაშინ აი ამას დაუკვირდი, გუშინ წინ მოხდა ესეთი რამ, რომ flyaway, ანუ სატელევიზიო აპარატურით სავსე მიკროავტობუსი უბრალოდ აი ბოროტად ხულიგნურად გააფუჭეს. აი ასეთ ქმედებებს ახორციელებენ. ბრძოლა თქვენი ერთობის წინააღმდეგ ყოველთვის შეიძლება პოლიტიკური არ იყოს პირიქით. შეიძლება არც პირდაპირ ზონდერები მოგიგზავნონ და რაღაც ახეთ დანაშაული ჩაიდინოს სისხლის სამართლის, რომ აი ყველამ გააშუქოს. აი ესეთი პატარა წვილმანი ხულიგნური, ოღონ ბევრი რაღაცებით შეიძლება ჩაიდინონ. ამის წინააღმდეგ თუ გაქვთ რაღაც შემუშავება? ყველაფერი გვაქვს და გეტყვი ახლა ის რომ ბანკის მანქანას რომ დაეცნენ და წაართვეს ფული ქართულ ბანკს და სადღაც გაიტაცეს ხალხი გადამალეს და ასე შემდეგ ეს შენისაც რატო დააბრუნეს? რამდენიმე იმიტომ რომ უპერსპექტივო იყო ეს საქმე და უპერსპექტივო იყო სრულიად ისევე როგორც ესეც უპერსპექტივა რომ დაწვეს ეს აპარატურა იმას სადაზღვევო კომპანია მოყვება უკან იმას ჩვენ არ ჩაუბარებია ვისაც უნდა მიეღო ეს აპარატურა აქ საერთაშორისო სკანდალი იწევა ეს ახლა ესეთი ბოროტი ხულიგნობები ასე ვთქვათ ხელისუფლების მხრიდან ისევ მას შემოუბრუნდება უკან და ის იმიჯი რომელზედაც ისინი ასე ხშირად ლაპარაკობენ რომ ესეთები ვართ ისეთები ვართ ეს იმიჯი იმსხვრევა იმიჯის დამსხვრევას მე შალვა შენიცი რა ხდება რა მოყვება რა იმიჯის დამსხვრევას ეს რა დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა მიშას დონეზე ეს მიშას დონეზეა ყველაფერი აბსოლუტურად მანქანის გაფუჭება რა კარბერა ვერ გაბედავდა ნებისმიერი ხულიგნური ქმედება რომელიც არის ჩადენილი ხელისუფლების მხრიდან არის მიშას დონეზე მიღებული გადაწყვეტილება იმიტომ რომ მე ვიცნობ ძალიან კარგად როგორც საქმიანობენ და შალვაც მე მგონი იცნობს კარგად. არა ეს პირადად შევიდნენ და უთხრეს რომ ჩამოდის აპარატურას რომელთაც შეიძლება ჩართვა საქართველოს ნებისმიერ წერტილიდან გადაირია და გასცა ბრძანება რომ ეგ აპარატურა იქიდან არ უნდა გამოვიდეს. ისევე როგორც კანონი რომელიც შეცვალეს მიღების შემდეგ გზაში კანცელარიაში ესეც არის პირადად მიშა სააკაშვილის მიერ ამერიკელებმა დაუყენეს და ამ საქმეში გარია ამ ბოროტ ხულიგნობაში რომელსაც სახელმწიფო დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს პავლე კუბლაშვილიც და დავით ბაქრაძე სხვათა შორის ყველაფერს ამას ხელმძღვანელობს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა გითხრათ რომ ეს ელემენტარულად უნდა გითხრათ რომ პირიქით უფრო მეტად აზიანებს მათ ესენი უბრალოდ ვერ ხვდებიან. ისე არიან ბოღმისაგან ჭკუადაკარგულები რომ ყველა ნებისმიერი ასეთი ტიპის ნაბიჯი რომელსაც ისინი ახორციელებენ დაუბრუნდებათ ძალიან მძიმედ და ძალიან სერიოზულად, იმიტომ მოდი ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ 100,000 კაცი უნდა ჩავრთოთ არჩევნებში და როგორც არის მეთოდური და თანმიმდევრული მუშაობა საერთაშორისო გარღვევის თვალსაზრისით, ასეთივე მეთოდური და თანდათანობითი მუშაობა მიმდინარეობს შიდა სტრუქტურების აგებასთან არჩევნების. ზოგადად ბევრია 100,000 კაცი. ძალიან რთულია ორგანიზება. 4,000 უბანია. ხო და ორგანიზება რთულია. 4,000 უბანი. ხო და ამაშია საქმე და რთულია თქო ორგანიზება ძალიან. ახლა მე ერთ რამეს გეტყვი რა. რუსეთში რამდენი მილიონი კაცი არის არჩევნების სტრუქტურებში. აი და იქ ატარებენ არჩევნებს და იმის ერთ ციცქნა ქვეყანაში 100,000 კაცი არ არის ბევრი. ჩვენ არასოდეს არ გქონია უბრალოდ იმის შესაძლებლობა, რომ ახალქალაქისთვისაც, ბოლნისისთვისაც, წალკისთვისაც მიგვექცია ისეთი ყურადღება, როგორცაც ვაპირებ დღეს და გეუბნებით რომ დაიწყება რეკრუტირება მოხალისეების, რომლებიც ასობით ადამიანს გაუშვებ ჩვენ დაახლოებით 15-20 რაიონში და თეთრი ლაქები ოპოზიციურ პოლიტიკურ უკაზე არ იქნება. ანუ
ხმების ბეღელი, სადაც ქონდა ხელისუფლებას, ქონდა ქვემო ქართლი, ქონდა სამცხე-ჯავახეთში, ქონდა თუგნება სამეგრელოში აიღე და თუნდაც სადი არ იქნება ესეთი რამ. და ძირითადად მაჩვენებლები არ იქნება. ძირითადად როგორ ხდებოდა იქიდან ხმების მოძიება? მე უბრალოდ გეტყვით თქვენ და 100%-იანი აქტიურობები და აი შეხედე 1500 კაცი არის უბანზე დარეგისტრირებული. იყო 2007-8 წლის არჩევნების საპრეზიდენტო არჩევნების ოქმები გქონდა ჩვენ 100 ოქმი. სადაც ეწერა ამ ოქში რომ 1500 კაციდან 1500-ვე მივიდა და 1500-ვემ ხმა მიცა სააკაშვილს. წარმოუდგენელი. 100 ოქმი გქონდა ასეთი და რეალურად იმ უბნებზე ცხოვრობდა 100 კაცი, 100 ამომრჩეველი. მიწერილი იყო ხა. ანუ ეს და იქ ჩვენ უბრალოდ შესაძლებლობა ვიდეოც არ გახსნეს. ხოლო და არაფერი არ გაგვიხსნეს და არაფერი არ მოგცეს მაშინ. იყო ამაზე მთელი მე გამოფენა მოვაწყვეთ ამის. მე მახსოვს ეს 100 ოქმი გამოფინეთ პავლოვზე ერთი დარბაზი ჰქონდა და იქ გამოფინეთ და იქ მოვიწვიეთ ელჩები და მთელი ამბები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ როგორც გითხარით ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა არ ჰქონდა, ამიტომ ეს ამბები გადიოდა. ეხლა როცა მე უბანზე კაი კაცი იყო და მე თითო უბანზე, როდესაც მე შიგნით უკვე ვიცი რომ 5 კაცი მაინც მინიმუმ არის ვინც დგას და აკონტროლებს მარტო ამას რომ რამდენი 100 კაციანზე 1500 კაცი კი არა 101 კაციც არ დაიწერება ამას როცა აკონტროლებს და თანაც არის გაძლიერებული ზედამხედველობა უცხოელების სწორედ ასეთი ტიპის რეგიონებზე საიდანაც ასეთი ხმები მოდიოდა და საერთაშორისო დამკვირვებლებით ხარ გამაგრებული იქ დიდი ბოდიში მომითხოვია მაგრამ ხელისუფლება რასაც აკეთებდა ის ნომრები აღარ გაუვა უკვე ამიტომ საკითხები არის ძალიან ესე იგი დიდი მნიშვნელობის მქონე და ყურადღებაც ექცევა უნდა გითხრათ. აი ესეთი მიმართულება რომელიც იყო დასმული რომ თუ შეიძლება რაღაცა კონტინგენტი უფრო ადრე ჩამოვიდეს და წინა საარჩევნო პერიოდში დააგვირდეს. მუშაობა მიდის. სერიოზული მუშაობა მიდის ვინაიდან? ეხლა მოდი ვთქვათ გულწრფელად. როცა უყურებ პირველი არხის მუშაობას მაგალითად რა და რო ჩაატარო ქრონომეტრაჟი ეხლა პირველი არხის საინფორმაციო გადაცემების, ხო? ნახავ რომ ძალიან უსინდისო დისბალანსი არის სახელმწიფოს სასარგებლოდ და ვფიქრობ რომ ამის უფლება არ უნდა კონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ჩვენ ძალიან გვინდა მიხნიკის მსგავსი რაღაც კიდე პერსონა გამოჩნდეს. ხო არის მონიტორინგის ჯგუფი კეთდება. არის მონიტორინგის ჯგუფი კეთდება. სიების დამდგენი კომისია. ევროკავშირის პროექტი იყო ესეთი რომ შემოდგომიდან უნდა დაწყებულიყო გაკონტროლება და მონიტორინგი პირველი არხის განსაკუთრებით და სხვა ტელეარხებისაც სადაც ესეთი მიკერძოებული რაღაცა პოლიტიკა საინფორმაციო პოლიტიკა ხორციელდება და ამ მიმართულებითაც მიდის სერიოზული მუშაობა. იმას თუ დაამატებ კიდე რომ ხა ტელევიზია რამდენიც არ უნდა დაწვან აპარატურა, რამდენიც არ უნდა იმაიმუნონ ეს ტელევიზია მაინც საქმიანობას. კომპრომისზე წასული, მოლაპარაკებაზე წასული ოპოზიციური პარტიების შედეგი არის გარკვეული კომისიების და რაღაც სტრუქტურების შექმნა. კაციტაძე ხელმძღვანელობს კომისიას და ასე. თქვენ სკეპტიკურად ახართ განწყობილი, გასაგებია, არის თანამშრომლები? გეტყვი რა, შაბლა, მოდი აგიხსნი რაშია საქმე და მე შენ თვითონ მითხარი ღირს თუ არა თანამშრომლობა. ეხლა საკითხი ასე დგას. საარჩევნო სიების პრობლემა ის კი არ არის, რომ იქ ვიღაც მიცვალებულია სიაში ჩარჩენილი. ამაზე ვილაპარაკეთ გუშინ ჩვენ. ეს არ არის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის 1.5 მილიონი კაცი არის წასული საქართველოსთან და ეს 1.5 მილიონი კაცი არის საარჩევნო სიაში. რატომ არის? იმიტომ რომ ვერ ამოიღებ ოფიციალურად ამოღება მათი სიდან არ შეიძლება. ესენი არიან არა ლეგალებად წასულები, ისინი ითვლებიან რომ საქართველოში არიან, იურიდიულად სამართლებრივად პროექტი და კარგად დაივლიან და ნახავენ. ხო აქვს ეს პროექტი? კი, აქვს ეს პროექტი, მაგრამ ესე გააწითლებენ რა იმ თუ გეტყვით, თუ საარჩევნო სია უნდა დავიდეს 2.5 მილიონზე. ესეც არის ძალიან მაღალი სხვა. ხო და აქვს თქო ეს პროექტი მაგას. ეს პროექტი აქვს, მაგრამ მე რამდენადაც ხედავ, სულ სხვა მიმართულებით მიდის საქმიანობა, სულ სხვა მიმართულებით მიდის მუშაობა და სიები თუ ახლა ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესებს ყველაფერს თავიდან ბოლომდე და თუ ამ ადამიანების ჩვენი მიმართულებით ვაკეთებთ და გეტყვი რას ვაკეთებთ? კარდაკარს ჩვენ გავაკეთებთ. ეხლა სახელმწიფო კომისია რას გააკეთებს, როგორ გააკეთებს, ამას ყველანი ერთად ნახავთ. კარდაკარს გავაკეთებთ და ყველა ადამიანი, რომელიც არის წასული საბერძნეთში, მაგალითად არის წასული შალვა რამიშვილი და მოვიდა რომელიღაც შესაბამის უბანზე თბილისში და შალვა რამიშვილმა მისცა ხმა.
ჩვენ გვეცოდინება რომ შალვა რამიშულმა მისცა ხმა რომელიც არის სალონიკში და დავიწყებთ ამაზე გამოკვლევას ეს ეცოდინება კომისიის წევრს თუ წარმომადგენლებს ჩვენსაც ვინც იქნება შიგნით ეცოდინება გარედან ვინცაც და ის სია რომელზედაც ესე გვარები დევს და რომელზეც ჩვენ წინასწარ გვექნება ამოწერილი რომელია რომელი შალვა წავიდა საბჭოში და რომელი პეტრე წავიდა ჩემო ბატონო გერმანიაში ესენი ყველაფერი გვექნება და ამათ ხმის მიცემის საშუალება ჩვენ მოვუწევთ რა დიდი მადლობა ჩვენ უკვე რა მოგეწურათ რომ ძალიან საინტერესო საუბარი შედგა ნუ ახლა უფრო დეტალურად საარჩევნო ტექნოლოგიებზე იყო მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაინც საინტერესებს უშუალოდ შენგან მოისმინოს თუ რა კონკრეტული ღონისძიებები განხორციელდება იმიტომ რომ ყველასათვის ნათელია რომ ერთს დავამატებ უბრალოდ ხალხში არის მოლოდინი რომ რაღაცა სწრაფად უნდა მოხდეს სწრაფად არ მოხდება ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის სტილი ეს არის თანდათანობით მუდმივად გაძლიერება შემოკრება და იმ პოზიციების დაკავება რომელიც დაკავებულია დღეს იქიდან უკან დახევა აღარ მოხდება ეს იქნება თანდათანობით გაძლიერება და თანდათანობით პიქს უნდა მიაღწიოს მაშინ როცა უნდა მიაღწიოს დიდი მადლობა ჩვენ გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ საღამოს 19 საათზე და 00 წუთზე